ზურა ჯაფარიძე ჩვენთან ერთად ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი. ზურა, გამარჯობა, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. ბევრი თემაზე მინდა მოვასწროთ საუბარი და ბევრი თემა მოვიხილოთ. ბუნებრივია გუშინ წინ საზოგადოების ყურადღება მიმართული იყო მართლმადიდებელი ეკლესიისკენ, რომელმაც ახალი კათოლიკოს პატრიარქი აირჩია. ეკლესიას ყავს ახალი პატრიარქი, მაგრამ საზოგადოებას აქვს ძველი ჭრილობები და ძველი პრობლემები და სხვა შორის ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რაზეც გუშინ მედია და სხვა შორის სინოდის წევრებიც ბევრს საუბრობდნენ. პატრიარქმა გამოსვლის დროს, ქადაგების დროს, ასეთ სიტყვები თქვა, რომ საჭიროა რომ ფართოდ გაუღოთ კარი ეკლესიის კარი ყველას და მხოლოდ ტაძრის ამბიონთან უდაუცდით მოყვასის მოსვლასო. ტაძრის კედლებს მიღმაც შევეთკბოთ სულიერ შვილებს, რომლებიც ვინიცის ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. ბევრმა მიიღო ეს სიგნალით, რომ ის ცდილობს ერთგვარ გადატვირთვას ურთიერთობებში. იმ დაგროვილ პრობლემების გათვალისწინებით, რაც დაგროვდა მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურებსა და ადამიანებს შორის, რომლებიც არიან ოპოზიციურად განწყობილები, არიან მართლმადიდებლები და ამ ორ შორის რაღაცნაირად გაივლო ზღვარი. ეს უცნაური მოცემულობა ქონდა ბოლო წლებში. ასევე საუბარი იყო პოლიტპატიმართა და სინდის პატიმართა შეწყალების თემაზე. სინოდის წევრთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა ისაუბრა, რომ ისინი პერსონალურად არ ახმარიან ამას. როგორ ხედავ, რა შესაძლებლობა აქვს ამ ხრივ ახალ პატრიარქს და ზოგადად როგორ უყურებ როგორც პოლიტიკოსის და პოლიტიკური პარტიის განმოსახედიდან იმ პროცესს, რასაც ჩვენ გუშინ უყურებთ. ხო, თავისთავად ეს განაცხადი სწორია. უბრალოდ მაინც სკეპტიკურად ვარ განწყობილი რიგი მიზეზების გამო, თუ მოხდება მხოლოდ გამიხარდება, ცხადია. მაგრამ ერთი რომ უახლოესი წარსულის გამოცდილება ვაჩვენებს, რომ როცა კრიტიკული სიტუაციები იყო ქვეყანაში, მათ შორის, როდესაც რუსთაველზე კონკრეტულად ასობით ადამიანს აწამებდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში, მე ვერ დავინახეთ ჯამში, უნდა ჩიოსგან ის დამოკიდებულება, თუნდაც განცხადებების დონეზე ისეთი განცხადებები, რომელიც მიგანიშნავდა იმაზე, რომ აი ხა რასაც აცხადებს, საწყისში განაცხადა მაგმართლების რაღაც ნაბიჯების გადადგმას აპირებს. ეს არის ერთი. მეორე, რაც მაძლევს სკეპტიციზმის საფუძველს, არის თვითონ მისი პიროვნული მახასიათებლები, რომლებიც მე არ ვიცნობ პირადად, მაგრამ გვერდიდან რაც ჩანს, განსხვავებით მათ შორის წინა პატრიარქისგან არ ჩანს ადამიანად, რომელიც ხალხში მოძრაობს, ასე ვთქვათ, ხალხში არის და რაღაცა ხალხთან ურთიერთობს და შემდეგ სახალხო ადამიანად არ გამოიყურება. როგორც მოსახლე არ გამოიყურებოდა ნამდვილად. ხო, აი მაგის თქმა მინდა რა, იმიტომ რომ რაც გვახსოვს ხა კადრები მასთან მიმართებაში არის რაღაცა ორი ჯიპი მიყენებული ეკლესიის შესასვლელთან, გადმოდის, შედის, საკმაოდ დისტანცირებული. აცვამენ, ხო, რაღაცა რიტუალს ატარებს, ისე ხვთიან, გამოდის, ჯდება მანქანაში, გადის და ამ შესასვლელ გამოსაშვებში უბრალოდ რამდენიმე ადამიანზე თუ მოვასწრებ თავზე ხელის დადებაზე, მან შეუცა ეხა წინა პატრიარქი გასაგებია ბოლო წლებში ვერ იყო ესე აქტიური, მაგრამ მანამდე მე რაც მახსოვს, პირიქით იყო, ანუ ის რაღაც ხალხთან ურთიერთობა ის ერთ-ერთი მთავარი ის იყო. ხო და ამიტომ რავით, მაინც და მაინც ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი, რომ ეს განაცხადი რაც გუშინ გააკეთა რეალობაში ასრულდება, თუმცა კიდე გავიმეორებ, რომ რავით, თუ გაკეთდება, კარგი იქნება, ახლა მასე არ არის ჩემზე, შენზე და კონკრეტულად დავიდებს, კარგი იქნება თვითონ ეკლესიისთვის. ანუ მარტო ეკლესია მაგისტრის არსებობს, რომ მისი კარი ყველასთვის ღია უნდა იყოს და ზოგადად ქრისტიანობა ეგეთი რელიგიაა. პარტიასთან ასეთმა აფილირებამ და არა სახელმწიფოსთან თანამშრომლობამ და თუნდაც მთავრობასთან ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხო, აი პარტიულობის ნიშამ ჩემზე დიდი ზიანი მოუტანა ბოლო წლებში ეკლესიას და მე მგონი აღქმადი არის ბევრისთვის სინოდში და ნახოთ როგორ განვითარდება, მაგრამ კიდევ ერთი ხა როცა ვლაპარაკობთ ჩვენ ეკლესიაზე, ვლაპარაკობთ ყველაზე უფრო დიდ მსხვილ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ორგანიზმზე, რომელთანაც სახელმწიფოს კონსტიტუციური შეთანხმება აქვს დადებული. მე დავცლი ამ ჩემს აღწერას რელიგიური ტერმინებისგან, იმის გარდა შეიძლება რელიგიური ადამიანისთვის ნიშნავს, მოდი აღწეროთ ის ჩვენი კონსტიტუციის განმოსახედველი და ამ ხრივ რა გამოწვევის წინაშე დგას სახელმწიფოს და ეკლესიაც. რა ხდება იმას, რაც ჩვენ უწოდებთ ხოლმე კონკორდატის სულისკვეთებას, ხო? პრინციპს სახელმწიფო ეკლესიის საქმეებში არ ერევა. მე მგონი ეგ დამოუკიდებლობა რეალურად ფორმალობა იყო დარჩენილი ბოლო პერიოდში. შეიძლება ვთქვათ, რომ ის იყო რაღაც პარტიასთან აფილიაცია, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ იყო რაღაც შერწყმა ასევე სახელმწიფოსთანაც. ჩემი აზრით პრობლემა იგივე რჩება, რაც იყო და ეს პრობლემა კი კონკორდატიდან მომდინარეობს, მათ შორის ყველა პრივილეგიები, რომელიც არის გათვალისწინებული კონკორდატიდან გამომდინარე, სხვა კანონმდებლობაში გაბნეული უამრავი პრივილეგია, რომელიც კონკრეტულად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის იყო ჩაწერილი და არ ეხებოდა სხვა კონფესიებს. ამ პრივილეგიიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, საპატრიარქო გადაიქცა უფრო პოლიტიკურ ინსტიტუტად
ინსტიტუტად და ნაკლებად რელიგიურ ინსტიტუტად ჩვენ ხედავდით წლების განმავლობაში ყველა არჩევნების წინ როგორ იყენებდა საკუთარ პოლიტიკურ ძალაუფლებას საპატრიარქო, რომ კიდევ უფრო მეტი ქონება და ფული და ასე შემდეგ მიეღო სახელმწიფოსგან და კიდევ უფრო გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, რომ შემდეგ ჯერზე კიდევ უფრო მეტი ძლიერი სავაჭრო პოზიციები შესულიყო მორიგ ვაჭრობაში. ეს პრობლემები რჩება ისე როგორც აქამდე იყო. მე არ მინდა ზედმეტად კრიტიკული ვიყო ხა ახალი პატრიარქის მიმართ, მარტო შემიძლია გავაკეთე ყველაზე წეღან თქვი, რომ უახლოეს წარსულში მომხდარ ფაქტებთან მიმართებაში არ დაუფიქსირება საჯარო ის პოზიცია, რაც უნდა დაიფიქსირებინა თუნდაც თანამოსაყრეს, მაგრამ მომავალთან მიმართებაში რაც არ უნდა მომხდარიყო აქამდე, როგორი ურთიერთობაც არ უნდა ქონოდა მას არ ვიცი ოცნების ლიდერებთან, პირადად ივანიშვილთან და შან თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურებთან, რა ვიცი, ახლა ის არის კათოლიკოს პატრიარქი და მას აქვს ყველა შეცდომა იმისათვის, ხო, უკვე არის ამ პოზიციაზე და რა ვიცი, ყველაფერი მის ხელშია. მესმის რომ მარტივი ამბავი ეს არ არის, მაგრამ ყველაფერი მის ხელშია და საბოლოო ჯამში მე თავი შევიკავე რაღაც არაფერი კრიტიკული არ მithქოს, არც კრიტიკული მithქოს, არც პოზიტიური, არაფერი რაღაც ამ პროცესთან დისტანცირებული ყავი, მართლა გვერდიდან უყურებდი. რა ვიცი, შანსი არსებობს ნებისმიერ ადამიანისთვის, ეს ადამიანია. ხო, დანარჩენი გამოჩნდება, რა ვიცი. მე როცა არ მომწონდა საპატრიარქოს ან თუნდაც პატრიარქის პოზიცია რაღაც საკითხთან მიმართებაში, საჯაროდ ამას ყოველთვის ვაფიქსირებდი, იგივეს გავაკეთებ. და მას არ ექნება ეს ერთგვარი იმუნიტეტი, რომელიც წინა პატრიარქს მისი ავტორიტეტის მრავალწლიანი კათოლიკოსობის გამო ჰქონდა და ხო, ბევრად რთულ მდგომარეობაში ამ ნაწილში თან უგზნობ კიდეც, მაგრამ ასეთი რას უსწრებს ძიმია მონომახის ქუდი და ეს გამოწვევები ძალიან რთული იქნება და მან ბევრი რა თქმა უნდა წინა პატრიარქს 10 წლების განმავლობაში იმ ადამიანმა ისეთი ავტორიტეტი შეიქმნა, რეპუტაცია მასობრივად, რომ მისი გაკრიტიკება საკმაოდ რთული იყო. რთული იყო იმ გაგებით, რომ სერიოზული დარტყმის ქვეშ ექცეოდი ეგრევე. საზოგადოებას არ უნდოდა ამის მოსმენა. ხო, არ უნდოდა მოსმენა. მიუხედავად შეიძლება არ დათანხმებოდა მას ამის აქტიურად მოსმენა. ნებისმიერ სასულიერო პირთან მიმართებაში, მათ შორის მაღალი ერქებთან მიმართებაში კრიტიკა მოსული იყო ბოლო წლების განმავლობაში პატრიარქთან მიმართებაში. რთული იყო ეს ამბავი და ანუ ახალ პატრიარქს თან მიმართებაში ეს დამოკიდებულება არ იქნება ჩემს და ეს მათ შორის გამოჩნდა თუნდაც იმაზე რომ კეჭისყრის დღეს გნებავთ ინტრონიზაციის დღეს იქ არ იყო ის რაოდენობა ადამიანების მოქალაქეების მისული, რასაც მათ შორის მე ველოდე ცოტა მეტი მაინც იქნებოდა, მაგრამ არ იყო ხო. აი ჩემთვისაც ეგ იყო ერთგვარი ლაკმუს ქაღალდი. მე გაყურებული ვიყავი, მე გუშინ პირდაპირ ეთერში ვიყავდი, უცბად რომ თქვა ჩემთვის ეს ხა ეს ეკლესია ძვირფასი ორგანიზმია და ამის გამო ეთერში ვარ ყოფილიყავი, მეც კი წავიდოდი და ამ რაღაც ისტორიულ მომენტში მინდებოდა რომ სვეტიცხოვში ყოფილიყავი და ვუყურებდი ხალხს და განა ეს არის საქართველოს ეკლესიის ძლიერება დღეს, ეს რაოდენობა, მაგრამ აი წინ 17 მაისია და ამას გამოიყენებენ სახალხო კორონაციისათვის, იქნება პარტიული ორგანიზება და ეს იქნება მათ შორის მისი ტესტი. მე მგონია რომ მისი მოსაყდრეობისთვისაც აი თუ რამე არის ყველაზე დიდი შავი ლაქა მოსაყდრეობის პერიოდში იყო 5 ივლისი და არ ვიცი მან რა მოხდა, მაგრამ ფაქტია რომ მისი მისვლა მაშინ იქ რუსთაველზე, რასაც მოყვანე პოგრომი თბილისის ქუჩებში, დარბევა ადამიანების და საბოლოოდ სიკვდილიც, გარდაცვალებაც, ეს იყო მას ამაზე მოუწევს რაღაცნაირი რეაგირება და რაღაც თავის პოზიციის გამოხატვა. ზურა 26 მაისის მოდის, დღეს 13 მაისია და 26 მაისი არის გამოკვლეობის დღე, მაგრამ თქვენ დიდი აქცია გაქვთ დანიშნული ამ დღეს და როგორ მიდის ამ აქციის თვისადება, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ კიდეც, რომ დიდი მობილიზაციის კამპანია წამოიწყეთ და ეროვნული მობილიზაციის კამპანია. რამდენად გამოვიდა ეს ეროვნული მობილიზაციის კამპანია, როგორ მიმდინარეობს ახლა? მე მგონი რომ ტემპს ნელა ვკრებთ, ბევრი პრობლემები იყო, მათ შორის რესურსებთან დაკავშირებული. ეხლა ამ წუთში რაც გვაქვს დაწყებული არის ერთ სოციალებში გვაქვს კამპანია, რომელიც ისო რესურსების ნაკლებობის გამო ჯერ კიდევ არ არის ესეთი აქტიური, თუმცა გვაქვს ფიზიკური კამპანია, ანუ რამდენიმე შეხვედრა ქონდა რეგიონებში, თუმცა ჩემი აზრით მოლოდინები რაც მე მქონდა ის გამართდა, რომ ჯერ გასააქტიურებელი არის თბილისი და შემდეგ შევა საუბარი რეგიონებზე, იმიტომ რეგიონებში ჩადიხარ. ხვდები ადამიანებს, მაგრამ ერთი რომ რაოდენობა ვისაც შეება შეხვდე ძალიან ცოტა და ხვდები ისეთ ადამიანებს, ისეთები გელაპარაკებიან, ვისაც არაფრის გააქტიურება არ ჭირდება, ისაც აქტიური არიან ისინი.
ის სეგმენტი მოსახლეობის, რომელიცაც შეიძლება დაელაპარაკო რაღაცები აუხსნა თუნდაც რა რეალობაში ვარ და რატო არის მნიშვნელოვანი რომ პროტესტში ჩაერთოს და ქუჩაში გამოვიდეს, მაგ ადამიანებს ვერ ხვდები სამწუხაროდ რეგიონებში. ისე დაცული რეგიონები ცოტა ადამიანები და ვინც არის დარჩენილი მათ რიგი ფაქტორების გამო და ძირითადად ეს არის შიში, უჭირთ გამოსა და შეხვედრა და დალაპარაკება. ამიტომ ძირითადი ამბავი მაინც თბილისში არის. თბილისში დაიწყეთ ეს კამპანია, რომელიც გიორგი ვაშაძემ დაგეგმა. ჩემი აზრით, კარგად მიდის. ყოველ შემთხვევაში პირველ დღეებთან შედარებით ყოველი შემდეგი დღე მგონია რომ უფრო უკეთესად გამოგვდის. მათ შორის რაღაცებს გადაგზავს სწავლობთ, რაღაცები ნახეთ რაც მუშაობს, რაღაცები ნახეთ რაც არ მუშაობს. თავარი მე რაც მომწონს არის ის რომ პირდაპირ კომუნიკაციის საშუალება, ტრადიციული გზები რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ხოლმე რაღაც მიდიხარ და რაღაც შეხვედრა საორგანიზო ხალხი მოდის და ელაპარაკები არ მუშაობს ამ რეალობაში და ეხლა რა გზა ჩვენ ავარჩიეთ არის რაღაცნაირად ამის შემოვლითი გზა ჩვენთან მივიდეთ ადგილს სადაც ისეთ ბუნებრივად არის ბევრი ადამიანი მაგალითად გუშინ დაახლოებით 2 საათი გავატარეთ დიდუბის მეტროსთან რამდენიმე 1000 ფლაიერი დავარიგეთ და ნუ რამდენიმე 1000 ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია ცალკე მე ცალკე გიორგის და ცალკე ჩვენთან ერთად იყო ადამიანები და მათ შორის ჩემთვის რაც იყო საინტერესო ის რომ არც ერთ ადამიანთან მე პირადად არ მივსულა ეს რაღაც გიორგი ხო ის უფრო აქტიურია მიდის და თვითონ საერთოდ რაღაც უწევს ლაპარაკს მე ნაკლებად მე ვიდექი და ვისაც სურვილი ქონდა მე თუ ლაპარაკებოდა და საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდიოდა და გესაუბრებოდა მათ შორის სხვადასხვა თემებზე ხო და რა ვიცი გონია რომ ჯამში კარგი არის ამ რამდენიმე დღის განმავლობაში სადღაც 10000 ფლაიერზე მეტი ყოფილა დარიგებული რაც შეიძლება 10000 ადამიანს მივწვდით და ვაპირებთ გავაგზავნოთ დღესაც ვაპირებთ გაკეთებას და 26-მდე პრინციპში თბილისში დავიხარჯებით ბოლომდე დანარჩენი ვნახოთ ახლა 26 მაისი არ არის თარიღი როცა ჩვენ რაღაცა ვიძახით 26-ში რაღაცა სასწაული მოხდება მე არა მაქვს ეგ მოლოდინი ჩემს 26 მაისი იქნება ახლა რაღაცა შუალედური ეტაპი მე ყველგან ამას ვამბობდი რომ ჩვენ დიდი ხანი არ გქონია მრავალრიცხოვანი აქცია და მრავალრიცხოვანი აქცია რაღაც პერიოდებში გჭირდება იმის რომ ერთმანეთი დავინახოთ და ერთმანეთის რაღაცა წვენა მივცეთ ისევ ერთმანეთს ჭირდებათ მათ შორის პატივებს რომელიც ციხეში არიან რომ მათ დაინახო რომ გარეთ ადამიანები აგზავნებენ ბრძოლას ჭირდებათ მათ შორის ჩვენ მეგობრებს დასავლეთში რომ იმათაც დაინახო რომ ეს ბრძოლა არსად არ წასულა ეს ბრაზი ეს პროტესტი და ცვლილების სურვილი მოქალაქეებში ისევ არსებობს როგორც არსებობდა მანამდე პირიქით წინამდელში მე რა ინფორმაციაც მაქვს და მე რა კვლევების მაქვს ნანახი ეს ბრაზი და ეს პროტესტი ხალხში პირიქით მომატებულიც არის. ოღონდ ამას ჭირდება ახლა რაღაცა პოლიტიკური პროცესში რაღაც კალაპოტში მოქცევა და რაღაცნაირად გამარჯვებამდე მიყვანა და აი მაგას გონია რომ გზადაგზა ეხავს სწავლოთ, იმიტომ რომ ძალიან დაბალი ნიშნულიდან დავიწყეთ და ხო, რაღაცები არის ასაშენებელი აგურაგურა თავიდან ყველაფერი. და სწრაფად ტრანსფორმირდება რაღაცა ჩვენი საზოგადოება მათ შორის ამ კუთხით და აი საარჩევნო კამპანიის მეთოდები რომლებიც თქვათ ეფექტური შეიძლება ყოფილიყო 1 წლის წინ წელიწად ნახევრის წინ ახლა ეფექტური არ არის მაგრამ გზავნილი არ არის ხო და მათ შორის რაღაცებს არის ისი გადმოღებაც მნიშვნელოვანია ხა თუნდაც იგივე უნგრეთთან მიუხედავად იმისა რომ შორს ვარ იმაზისგან რომ საქართველოს უნგრეთია ეს არის ის რომ ტრადიციული თავარი რაღაცა გზა გამარჯვებისკენ პოლიტიკაში მაინც მიდის პერსონალურ ურთიერთობებს და პირად ურთიერთობებს ხო მადიარს შეიძლება ბევრი რაღაცა ისწავლა მაგრამ თავარი რაც გააკეთა იყო ის რომ პირადი კომუნიკაცია ქონდა უამრავ ადამიანთან 2 წელს განმავლობაში და მაგ კომუნიკაციის გზები და სტანდარტული რომელიც საქართველოს პოლიტიკოსები იყენებდნენ მკვდარია ახლა ვერ აკეთებ მაგას რა ანუ მან მაგზიანდებას თას მეორე ნაწილიც აქთა სვამოსვავობ ხოლმე მადიარმა ბევრი ადამიანთან ქონდა კომუნიკაცია, იმ ადამიანებს მოეწონათ მადიარ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ანუ ერთია რომ შენ კომუნიკაცია გაქვს და იმას რომ მოეწონო მე უკან და თავად მოითხოვო რომ მე ხალხს მე მოვწონვარ ადამიანებს, მე ვართობ, მე ვუყვარ ვარ, მე ისეთი კარგი ვარ, მე ისეთი შუშპარა ვარ. თუმცა აქ პრობლემა იმაში გვაქვს რომ სიტუაცია მადიარ რომ ჩავა რეგიონში და შეხვდებოდა რა ვიცი 20 ადამიანს 10 ადამიანს ლაპარაკობდა მეც მქონდა ეგეთ შეხვედრები. როგორც კი ერთ-ეგეთ შეხვედრა ჩაგიშლია მეორე შეხვედრაზე რომ მიდიხარ ადამიანები აღარ გამოდინობთ ეგეთ შეხვედრას და მაგას სპეციალურად აკეთებენ. აქ იმაზე კი არის რომ შენ გეზარება ან შეიძლება ხო ამიტომ გუში მაგას გულისხმობდი რომ ეხლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ რაღაცნაირად ვეძებთ გზებს მაგის როგორ შემოვარდეთ და ისეთ ადგილებში მიდოთ სადაც ხალხი ბუნებრივად არის და ველაპარაკებთ თუმცა რავი მაგის გარდაც მე ხა ბოლო პერიოდში სხვა რაღაცებს ვლაპარაკობდი მე მგონი რომ რაღაც სხვაგან აგვაქვს კიდე პრობლემები აქეთ მხარეს გვაქვს ჩემი აზრით სხვაგან პრობლემები მათ შორის იმ ადამიანებში რომლებიც ეხლა თუნდაც აქტიურები არიან და რეჟიმთან დაპირისპირებულები არიან ჩემი აზრით თავარი გამოწვევა აქეთ მხარეს ეხლა რაც გვაქვს არის ეს
ილუზია, მოლოდინი იმისა, რომ აქეთ რაღაცა ახალი, არ ვიცი, ბელადი, ახალი მადიარი გამოჩნდება, ბელადი გამოჩნდება თუ ძლეთამძლე გამოჩნდება მნიშვნელობა, მაგრამ მაგის მოლოდინი არის ჩემი აზრით და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და მაგას არის ამოფარებული ძალიან ბევრი ადამიანი, რომ აი რაღაცა რუსთაველის ცოტა ხო ეგ არის განსხვავება. პრობლემა არის, იმიტომ რომ მაგ ადამიანს შეიძლება ბევრი რამე აწუხებდეს და ხშირად არის ხოლმე საუბარი ადამიანს მათ პრობლემებზე უნდა ელაპარაკოთ. არავის არ ეზარება მათ პრობლემებზე ლაპარაკი, მაგრამ ადამიანს გინდა ფასებზე ელაპარაკე, მაღალ ფასებზე გინდა იმიგრაციის პრობლემაზე ლაპარაკი, ეს არის ორი სხვადასხვა, რასაც ყველაზე მეტად გილაპარაკებია, თვითონ რომ მოდიან რაც ატხედავენ პრობლემას. ქუთაისში მაგათაც მარტო იმიგრაციაზე მელაპარაკებთ, ანუ მარტო 10-დან 9 მარტო იმიგრაციაზე ლაპარაკებთ. ნახევარ იმერეთის ზოგადად. კი და ბრუკლინში არის. სტაფორდში ჩემ ქუჩას რო გახედავ, ქალები აღარ არიან ქუჩაზე, ანუ ყოველ მეორე სახლიდან ვიღაცა დასულია. და კაცები უკვე მოგეთ დიდი დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს. კი, ოღონდ მანდ პრობლემა ის არის, რომ ადრეც არ უნდა ელაპარაკო მაგაზე, თუ ადამიანი არის მაგ გაწინასწარ განწყობით, რომ მე ხა ჩემთვის წყარად ვიქნები, არაფერს არ გავაკეთებ და ვიღაცა გამოჩნდება თეცხენზე ამხედრებული და ის მიხედავს ამ სიტუაციას, ეგ არის პრობლემა. მე სამდეში დროს ხარჯავ ვინმე ელისთვა, უბრალოდ არის რაღაც უკმაყოფილება თქვენს მიმართ. არა მხოლოდ ჩემი აზრით ბევრისთვის ბევრს აქვს უბრალოდ რაღაცა კომფორტული პოზა ნაპოვნი მაგაში რომ მაგით ამართლებს თავის არააქტიურობას, თავის სიჩუმეს, თავის დუმილს იმას რომ თუნდაც ცოტა ხნის წინ იყო აქტიური, მაგრამ ეხლა გადავიდა სადღაც უკანაპრაზე და რაღაცნაირად ამითი ამართლებს რომ ნუ აი ხა რა ვქნა აი ოპოზიცია არ ვარგა, არავინ არ რაღაცა, მაგრამ ნუ აი რავი დაველოდები და უდესაც ვიღაცა გამოჩნდება და მე სიამდეში მაგის ახსნა მინდა რომ არ გამოჩნდება არ გამოჩნდა არავინ ბელორუსში და არ გამოჩნდა არავინ რუსეთში და ჩვენ ახლოს ვართ უფრო მაგ რეალობასთან ვიდრე უნგრეთის რეალობასთან და მაგას თავისი მიზეზები აქვს და მაგის ახსნას ვცდილობ რატო არის ჯერ ერთი მთავარი მიზეზი ის არის რომ თუ პროტესტში ჩართული 1000 ადამიანი 1000 ადამიანში რომ გამოჩნდეს ეგეთი ადამიანი მაგის ალბათობა გაცილებით დაბალია თუ პროტესტში ჩართულია მილიონი ადამიანი მილიონი ადამიანში რომ დაიბადოს მართლა და გამოჩნდეს ვიღაცა ეგეთი მაგის ალბათობა უფრო მაგარი ამით თუნდაც ამ მათემატიკის გამო უნდა იაქტიურო და უნდა ჩაერთო შენც მაგრამ მეორე არის ის რომ არ ვართ ჩვენ მაგ რეალობაში ამ რეალობაში ეხლა ამ წუთში ვისაც პოლიტიკოსები ქვიათ ისინი რაღაცა თანამდებობისთვის არ იბრძვიან ამ რეალობაში რისკები რომელიც არის დაკავშირებული წყალებში პოლიტიკოსობასთან გაცილებით მაღალია ვიდრე რაღაცა წარმოსახვით ბენეფიტები რომელიც ნორმალურ ქვეყანაში პოლიტიკოსს შეიძლება კონდეს რომ ეხლა მე რაღაც ამ ბრძოლაში რომ შევალ მე რაღაც თანამდებობას დავიყავებ რაღაცა იქ ამას მივიღებ იმას ვიღებ ამას სხვა რეალობაში ვარ და ამიტომ ფუნდამენტური პრობლემები გაქვს მაგასთან დაკავშირებით ამის ახსნას ვცდილობ რომ ეს საბოლოო ჯამში დადის ყველაფერი ინდივიდუალურ პასუხისმგებლობამდე, რომ ყველა უნდა ვისაც რა შეგვიძლია, ყველა უნდა გავაკეთოთ. ეს ჩრდილში გადასვლა, ან გაჩუმება, ან დადუმება, ეგ არ არის საქმე და მოლოდინი ვიღაც ვერ ვეფარე, ვერ უნდა ამოეფაროთ მაგ რაღაცას, რომ ვიღაცა სადღაც გამოჩნდება. ყველამ რაღაცა უნდა გავაკეთოთ. მინიმუმი არის, ყველას ამასწორი, მინიმუმი არის საღამოს გასაგები, რომ ყოველ დღეში მე ვერ ვახერხებ ყოველ დღე რუსთაველზე გასვლას, მაგრამ კვირაში 3 4 მაინცდობ, რომ იქ ვიყო. მინიმუმი არის, რავი, შაბათის მასში მიიღე მონაწილეობა და თან რავი სახეზე ვიცი უამრავი ადამიანი ვინც ამ პროცესებში ჩართული იყო და ეხლა რაღაცნაირად ამოეფარა ამ იმას რომ რაღაცა არ ვიცი სხვადასხვა რაღაცა მიზეზების გამო, მაგრამ ნუ აი რაღაცა იმას ან სასწაულს ელოდება, ან იმას ელოდება, ან იმას ელოდება. ცუდი რაღაცაა, ხო იცით და მათ შორის პოლიტიკოსებისთვისაც აღმოჩნდა რომ წარუმატებლობას პოლიტიკოსებს ნაკლებად პატიობენ ამ მომრჩევლები მათ შორის. ყველაზე მკაცრები არიან ამ კუთხით და ამ გაგებით თქვენ წარუმატებლად ითვლებთ. კარგია, ეგ ხო სწორი ინსტინქტი არის, მე მაგას ხო არ კამათო. მე უბრალოდ მაგის იქით მივდივარ, რომ არა ახსნას ვთქვით ამ დამოკიდებულებას. კი, მე ჩემი განსხვავებით სხვა იმ ადამიანებს გარ რომელსაც ასე პოლიტიკოსს ეძახიან, მე მაგკამათში არ შევდივარ ამ ადამიანებთან და არ უწყებ მტკიცებას, რომ რაღაცა შენ გეშლება, რომ არა, ჩვენ ძალიან მაგრები ვართ, რომ არა, ოპოზიცია ძლიერია, რომ არა, მე ვარ რაღაცა ფანტასტიკური ლიდერი. მაგკამათში საერთოდ არ შევდივარ. მე პირიქით ვეუბნები, რომ ეგ ყველაფერი თუ რომც სიმართლე იყოს, იმიტომ რაღაცები შეიძლება მართლა ვიკამათო, რაღაცები შეიძლება არ ვიკამათო. მაგრამ ეგ ყველაფერი რომ მართალი იყოს და დაუშვათ რომ ეგრეობა, რომ აი ყველაფერი მართალი არის. მაგის მერე რა ხდება? მაგის მერე გისვა მეკითხოს, მაგის მერე შერაშვები. გავიგე, რომ რაღაცა არ ვიცი, ოპოზიცია სუსტია, გავიგე, რომ რაღაცა ვერ მოვშესტომები დაუშვით, გავიგე, რომ რაღაცა ვერ მოვახერხეთ, გავიგე, რომ ეს არ გამოგივიდა 1000 რაღაცაზე არის, ხო ლაპარაკი იქ რაღაცა ბევრი ხალხი იყო, ვერ გამოიყენეთ, რაღაცა დააშალეთ, ესკენ, გავიგე ეს ყველაფერი. გავალოთ აქ ხაზი. ეხლა რა ხდება? ამის მერე რა ხდება და ამის მერე რასაც ვაწყდები ხოლმე არის ეს რომ აი ეწე არა ამის მერე არის რაღაცა მოლოდინი
ფაქტობრივად სასწაულის. ანუ აილოდებიან რომ ვიღაცა მაინც რაღაცა უნგრეთში მადიარი ხო, რაღაცა იქ და მაგის ახსნავს რომ არა ვართ ჩვენ მაგრიალობაში არასწორი შედარებაა. ეგ შეადარეთ, მას თუ მაინც ადარებთ, მაინც და მაინც ვადარებთ, შევადაროთ ბელარუსს და შევადაროთ რუსეთს და არ გამოჩნდა, არც იგამოჩნდა ვიღაცა ეგეთი მძლე და მაშინ რა შეებით და მაგაზე მე ერთადერთი პასუხი მაქვს, მიუხედავად ყველა ამბოცემულობისა, რომელიც რაღაც კრიტიკისა თუ იმისა თუ ამისა, მიუხედავად ამ ყველაფრისა ხელი უნდა გავანძილოთ ყველამ, ვისაც როგორ შეგვიძლია. მან მიდიხარ მე მინიმუმამდე. მინიმუმი არის რომ მოდი რა ვიცი, რუსთაველზე არის ჩემთან ხო გაქვთ კითხვები გაქვთ, პრეტენზიები გაქვთ, რაღაცები გაქვთ. რუსთაველზე დგავარ ყოველ დღე, ჩემთან ლაპარაკით თუ გინდათ, მოდით და დავილაპარაკოთ, ამიხსენით თქვენ როგორ ხედავთ თუ არა და თუ არ რეაქტიურებთ, თუ ხელი არ გაანძრიეთ, საბოლოო ჯამში ან კიდევ უფრო ღრმად წავალთ ქვემოთ და მე იქიდან მოტრება კიდევ უფრო ძვირი დაგვიждდება, ან უბრალოდ ძალიან ბევრ დროს დავკარგავთ. ხო და არც ერთი გინდა და არც მეორე გინდა. თქვენ ისევე გეჩქარებათ, როგორც მე მეჩქარება და რადგან ორივეც გეჩქარება, ამიტომ მოდი ყველამ გავანძროთ ხელი, ვისაც როგორ შეგვიძლია. აი ხელის განძრევის ნაწილში არ იყო მაინც და მაინც კარგი სტარტი ეს უნგრეთის არჩევნების შემდგომ პერიოდში. რაღაცნაირად რეაქციები ადგილზე, რადგანაც უცებ აქტიურ ოპოზიციურ ნაწილში, რომელიც Facebook-ში შეიძლება კიდევ უფრო აქტიური იყოს ვიდრე რეალურ ცხოვრებაში, გაჩნდა პრეტენზია თქვენ მიმართ, რომ რატო არ ხართ მადიარები და რეაქცია აქედან პოლიტიკური კლასიდან იყო ახსნა იმის, რატომ არ ხართ მადიარები და იყო რაღაცნაირად თანამედროვე მიშა სააკაშვილის რეაქცია იყო კიდევ უფრო სხვანაირი, მას კიდევ სხვანაირად იმოქმედა აშკარად ამ ამბავმა. აი ეს ნაწილი, აი სტარტი 26 მაისისთვის იყო განცხადებები ოპოზიციური ალიანსიდან ერთიანობის შენარჩუნების თუ რაღაცა ამ თქვენ დეკლარაციის სულისკვეთების დაცვის мотивაციით. არ იყო კარგი სტარტი ეგ მოკლედ. არა, ხო და ამოიწურა ეგ საკითხი? არა ჯერ ამოწურული, ჯერ კიდევ არის რაღაც საკითხები, რაც კიდე გასავლელია შიგნით, მაგრამ მიუხედავად მაგ პრობლემისა, ჯერ ერთი მე სულ ამას ვამბობ, ცხადია რაც თქვი ყველაფერში გეთახვები არ იყო კარგი სტარტი და მათ შორის არასოდეს არ არის კარგი, როდესაც გარეთ გამოდის შიდა ეგეთი რაღაც შეუთანხმოებები, აღარ დავარქვევ მას დაპირისპირებას, მაგრამ ერთი რომ მე არ მქონდა მოლოდინი რომ ეს ალიანსი აი ეს რაღაცა უცებ შევიკრიბოთ შევთანხმდებით რაღაცაზე და მე ძალიან ესე მარტივად გავაგზავნებთ რაღაცას არა სულ არის შიგნით კამათი სულ არის რაღაც საკითხებზე შეუთანხმებლობა ეს გონია რომ ბუნებრივი და ნორმალური ამბავია მაგრამ ამავე დროს ასაც ხედავ გააზრება იმისა რომ ძალების გაერთიანების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება არის ყველაში ვინც არის ამ ალიანსის წევრი ანუ საბოლოო ჯამში მე ეს ალიანსი მაინც მგონია დღეს საუკეთესო რაც ამ წუთში ოპოზიციურმა სპექტრა შექმნა მაინც მგონია რომ თუ სადმე არსებობს პოტენციალი რომ ძალების გაერთიანება მოხდეს და საბოლოო ჯამში ამ გაერთიანება ძალებმა შემდეგ დაამარცხოს რეჟიმი ეს არის ეს ალიანსი თუ არა და ყოველას მაგას ვეკითხებით ხო მიუხედავად ყველა ნაკროვანებისა რომელიც გვერდიდან შეიძლება ჩანდეს ამ ალიანსთან მიმართებაში და მე არა ვარ ის ადამიანი რომელიც რაღაცა შეიძლება ხედავდეს არ მე რომ მithumetes შიგნითავა და შიგნიდან ყველაფერს კარგად ხედავ. არ არის ხო არაფერი. მაშინ დაადონ ხელი და თქვა რომ არა ალიანსი არა და აი უფრო მეტი პოტენციალი რეჟიმის დამარცხების აქვს ვის რას რომელ ძალას, რომელ გაერთიანებას, რომელ პარტიას, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს არ არსებობს ეგეთი. ხო, ამიტომ მიუხედავად ნაკროვანებებისა თუ რამე დაშენდება ამ ალიანსზე მაგისი მჯერა. თუმცა როცა ამით რომ ამოწურული არ არის ეს საკითხები ჩვენ ნახეთ მიხეილ სააკაშვილის პოსტები რომლებიც შინაარსად სხვა შორის ძალიან ბევრი დაეთანხმა მათ შორის ერთ რომელიც მის მიმართ შეიძლება კრიტიკულად იყოს განწყობილი რომ რაღაც მეტი სიახლოვე ხალხთან რაღაცნაირად გადააზრება საკუთარი წარსული შეცდომებისა და თან მის თავის პარტიის მიმართაც კრიტიკული იყო ამ ნაწილში ბოლო პოსტი ყოველ შემთხვევაში თავის პარტიის მიმართაც კრიტიკული იყო და როგორ ფიქრობ ამ ტექსტებს რჩევად მიღება შესაძლებელია თუ მაინც რაღაც პოლიტიკური დაპირისპირების თუ პოლიტიკური წინააღმდეგობის ნაწილად აღიქვამ ამ ყველაფერს თუ რაღაც მართლა არის ამაში რაღაც რჩევის მაგვარი რომელიც გათვალისწინება წყირს ბევრი რამე ეწერა რაც ეწერა სწორი რა ვიცი მე ხარ პრეზიდენტ სააკაშვილის ისეთ ხოლმე კომუნიკაცია ერთად გვაქვს სასამართლო და ახლოზე ვარ ხოლმე და რაღაცებზე ლაპარაკობ ხოლმე და გავდივართ ხოლმე რაღაცებს მაგრამ ნუ რა ვიცი საჯაროდ ეგეთი რაღაცა რომ ჯერ ერთი არსებობს ასევე შეთანხმება რომელზეც ხელი აქვს მოწერილი მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასაც ალიანსის სამუშაო პროცესი არის ის რომ მინიმუმ კვირაში ორჯერ ვიკრიბებით ერთად მე ვერ ვესწრები ხოლმე ყოველ ჯერზე მაგრამ ერთხელ მაინც ვესწრები კვირაში ყოველთვის სადაც ყველას მოაქვს რაღაცა საკითხები რომელსაც ისთვის არის მნიშვნელოვანი მაგათაც რაღაცა ეხლა მნიშვნელოვანი მოდი ესეთ რაღაცები გავაკეთოთ მაგათაც ეხლა გვაქვს ფაიფლაინში რომ რაღაცა საარჩევნო საკითხებზე გვინდა რაღაცა პრესკონფერენციის ჩატარება რომელზეც რაღაცა ექსპერტებსაც შევხვდეთ რაღაცა მაგის შემდეგ გვინდა ენერგეტიკაზე გავაკეთოთ რაღაცა და ასე შემდეგ და რა ვიცი მაგის გარშემო განიხილება საბოლოო ჯამში ერთად თანხმდებით რაღაცეებზე თუ ნაციონალურ მოძრაობას სურვილი აქვს რომ რაღაც საკითხი გაიტანოს მოვაქვს იმ მაგიდაზე რაღაცას ვსჯელობ და შემდეგ გადაწყება ან ესე გადაწყება შეთანხმდებით გავაკეთეთ და შეთანხმდებით და ასევე იმ დოკუმენტის ნაწილი რომ თავისით ვისაც რაც უნდა იმას გააკეთებს არც
ეგარ არის პრობლემა. მაგათა ფასებზე შევთანხმდით და ერთად გავაკეთეთ რაღაც პრესკონფერენცია, მაგრამ მაგის მიღმა ნაციონალურ მოძრაობამ ფასებზე თვითონ დაიწყო დამოუკიდებელი კამპანია, რომ პლუს დამატებით კიდე ჩვენ კიდე ესე წარმოგიდგენია, როგორ უნდა მოხდეს ფასების დაწევა და არავის მაგის გამო პრობლემა არ ქონია. საჯაროდ როცა ეგეთი რაღაცა ხდება, ხო გვესმის, რომ რჩევა თუ უნდა რომ ვიღაცამ მოქცეს, მაგის არსებობს 1000-ნაირი კომუნიკაციის არხები. პირდაპირ კომუნიკაცია, ხო, საჯაროდ როცა პოლიტიკოსი როცა ქვია და საჯაროდ აკეთებ ეგეთ განცხადებას, ეგ ნიშნავს რომ უბრალოდ რჩევა კი არ არის, უბრალოდ შენ თვითონ ცდილობ რაღაცა აჩვენო, რომ აი რაღაცა მე ესეთი განსხვავებული და რაღაცა უკეთესი, ან უფრო სწორი რაღაცა აზრები და ხედვები მაქვს და ამით რაღაცა პოლიტიკურ კაპიტალში რაღაცა შემყულობაში რაღაცა ჩაიგდო. ხო, გასაგები ამბავია, რომ ეგრე ხდება თუ არა და რა ვიცი ხა მე კომუნიკაცია მე რჩევას ვაძლევ მიშასაც მიმიწერია რჩევის სახით რაღაცებისაც საჯაროდ არ დამიწერია მათ შორის სააკაშვილის განცხადებებზეც რა ვიცი ხა ბევრი რაღაცა ყოფილა როცა არ დავთანხმები მაგრამ საჯაროდ ადამიანი ციხეში ზის და საჯარო კრიტიკისგან თავს იკავებ ხო არაფერს არ იმაში ხო რჩევა რა ვიცი მიმიწია მამუკასთვისაც მიმიწერია ხაზარაძისთვის უამრავია ყველასთან მაგ კომუნიკაცია და მართლა რჩევა როცა მინდა რომ უცბად მივიწერო რაღაცა ესე ჯობია აუ ეუბნები ხომ ზოგი მეთანხმება ზოგი არ მეთანხმება მაგრამ ეგ არის ნორმალური ამბავი და საჯაროდ გამოდიხარ და ხო გასაგებია რაღაცა სხვა мотиваცია არის მაგის უკან მაგიტო იყო სინამდვილეში მანდ ეგ პრობლემა თუმცა მე რავი ერთხელ სადღაც ვიყიდე ხაზგავი რომ მე მაინც განსთა მქონდა რჩება რომ პრეზიდენტ სააკაშვილი მაი უკმაყოფილო არის სინამდვილეში საკუთარი პარტიის რაღაცა აქტიურობით თაცა მაინც და მაინც პირდაპირ გამოდე საკუთარ პარტიაზე პირდაპირ დაიწყოს ლაპარაკი რავი გონია რომ ფიქრობს რომ შეიძლება ვიღაცებს აწყენინოს ამიტომ რა ვიცი ხა ალიანსი მიეცა ისეთი რაღაცა რომ აი ზოგადად ოპოზიციაზე თუ ვილაპარაკებ იგივე სისითქმაც მინდა ჩემ პარტიაზე რაღაცა ნაკლებად ეწყრებათ ვიღაცებს ხო მე მეცინება ხოლმე თვითონ ამ პოსტებს და როცა ზოგადად ოპოზიციის კრიტიკა არის თავს კიდე დაგეთახო რომ ბევრი რაღაცები სწორია მაგრამ ის კი არა რაღაცაში არ ვეთანხმები ბევრი რაღაცები რომ სწორი შეიძლება იყოს მაგრამ თვითონ ნაციონალურ მოძრაობის ლიდერები რომ ალაიქებენ იმ იმას მაგაზე მეცინება ხოლმე რომ ნუ რავი ხა თუ ეთანხმები მაშინ ვიკამათია შორის ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებთან და ბოლო პოსტი ამიტომ ჩემს ცოტა ნაციონალურ მოძრაობაც იყო მოხსენიებული რომ პირველ რიგში მათ მე მგონი მათ ბოლო პოსტი კონკრეტულად მაგაზე იყო პარტიაზე იყო ფასები ახსენე და მე მგონია რომ ეს არის თემა გამოჩნდა რაღაცნაირად ერთი არის აი უნგრეთის მაგალითსაც რო ლაპარაკობენ იქ სულ არის რომ მადიარს ჰქონდა რაღაცა იდეოლოგიურ ეროვნული ნაციონალური საგარეო პოლიტიკური თემებით რაღაცა პროგრამა, რომელიც გასაგები იყო ყველასთვის, რაზეც იყო ლაპარაკი და რუსებო ეძახდნენ ორბანის მთავრობას, და მეორე ნაწილი იყო სოციალური ნაწილი, ხო, რომელიც დაკავშირებული იყო კორუფციასთან, ფასებთან და ამ ცხოვრებასთან. პირველი ნაწილი საქართველოს მეტნაკლებად გასაგები, ანუ რომ თქვათ, არის საქართველოს იმდენი ხანი ამ თემებზე მიდის ლაპარაკი, რომ ნუ ვინც არჩევნებს დადის, ალბათ ყველა ან პოტენციურად წამსვლელია, ყველას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამასთან ამ თემებთან დაკავშირებით. აი ეს მეორე ნაწილი არის შედარებით ხამირი მიწა ამ გაგებით, ანუ სივრცე არის, სადაც ოპოზიციას ბევრი მუშაობა შეუძლია და გამოჩნდა კიდეც ხო კობახიძის განცხადება, რომ ნახევარკილო ხორცს ათლარად გაყიდინებს რბილ ხორცს რეზონანსი ჰქონდა ყველა ფენაში საზოგადოების. რამდენად ეფექტურად იყენებს აი ამ ნაწილს, რამდენად ეფექტურად ოპერირებს ოპოზიცია აი ამ მეორე ნაწილში, რაც გამოჩნდა რომ საჭიროა და ესეთია მნიშვნელოვანი ადამიანებისათვის და თქვენი იდეები ასევე რაც იყო ფასებთან დაკავშირებული. როგორ ფიქრობ, ეს კონსერვატიული იდეებია იმ გაგებით, რომ ესეთი სტანდარტული იდეები არის, თუ როგორ ხდება ფასების შემცირება, რამდენად გასაგები შეიძლება იყოს, რამდენად შეიძლება რომ აი ამ იდეების უკან ადამიანმა დაინახოს, რომ ეს მე მეხება და ეს ჩემთან იქნება დაკავშირებული. ой თავიდან დავიწყოთ, ზოგადად მაგ თემებზე საუბრიდან დავიწყებ. მე მაქვს პრობლემა, თუმცა ეხლა მგონია რომ რაღაცნაირად პოულობ ფორმას როგორ შეიძლება მაგაზე ველაპარაკო და ეს მომცა ამის საშუალება ადამიანთან პირდაპირ კომუნიკაციამ. ველაპარაკო მაგ საკითხებზე პროპაგანდის და ტყუილების კონტექსტში, ანუ ადამიანებს ეუბნები რომ ისინი გეუბნებიან რომ ეს სინამდვილეში ეს არის ტყუილი, თუნდაც ფასებთან მიმართებაში ველაპარაკები ადამიანებს რომ ეს არის რაღაც პროპაგანდის ერთ-ერთი ხაზი მათი თითქოს რომ ფასების და ამ ქვეყანაში არის განპირობებული რაღაცა რეგიონული და გლობალური პრობლემებით და მაგალითებით და მათ შორის რიცხვებითაც საკმაოდ მარტივად ვაჯერებ რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ტყუილი. და მაგაში ძალიან მეხმარებათ იგივე სომხეთის მაგალითი, რომელიც აჩვენებს რომ განსაკუთრების განმავლობაში მიუხედავად იმისა რომ სომხეთმა ორი ომი გადაიტანა, ინფლაციის მაჩვენებები საქართველოსთან შედარებით აქ ვეროთ რომ დაბალი. რაც ნიშნავს რომ არანაირი გლობალური და რეგიონალური პრობლემები არაფერში არ არის, საქართველოს შეეძლო თავისუფლად უკეთესი მაჩვენებელი ქონოდა. რაც თავიდანვე ნიშნავს იმას, რომ ეს არის ცენტრალური ბანკის ბრალი. ამის იქით ახსნა მარტივად
ცოტა რთულია. ანუ ორი მესიჯით ამის ახსნა ცოტა რთულია, მაგრამ თუმე მაქვს საშუალება რომ ადამიანი მაგეთ ქუთაისში პარკში ვიჯექი და ადამიანები დამიჯდნენ მელაპარაკებოდნენ, ესე თუ გიждდებიან ადამიანები, მე საკმაოდ მარტივად უხსნი, რატო არის მაგაში ეროვნული ბანკი დამნაშავე და სინამდვილეში ეროვნული ბანკი ამას რატო აკეთებს მთავრობის დაკვეთით. რომ საბოლოო ჯამში მათ ჭირდებათ ფული, ეს ფული ჭირდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ამ ფულის წყაროები არსებობს ან გადასახადები უნდა აკრიფოს, ან ვალი უნდა აიღოს, ან უნდა დაბეჭდოს ეროვნულ ბანკმა. და მე ვარ რიცხობით ვეუბნები, რომ აი გადასახადები ესე გაზარდეს, აი ვალი ესე ამდენი აიღეს, მათ შორის შიდა ვალი ამდენი აიღეს, მაგრამ აი არ ყოფნით და მაინც შემდეგ ჭირდებათ ეროვნული ბანკი, რომ ფული აიღოს. და მექანიზმსაც კი უხსნი ხოლმე რომ რაღაცა მთავრობას ჭირდება, მიდის ესხოს კომერციული ბანკები და მე კომერციული ბანკები იღებენ რეფინანსირების ესხოს ეროვნული ბანკი. ამის ამდენი დრო თუ მაქვს რომ ეს აუხსნა, გაუგებარი მაგაში არაფერი არ არის, მაგრამ აი რა ვიცი ესეთი სატელევიზიო ეთერით ან რაღაცა პატარა ვიდეოთი რამდენიმე სიტყვაში და ორ მესიჯში მაგის ახსნა ცოტა რთულია. თუმცა ისეთ თქმაც მინდა არის ის რომ ეს პროპაგანდა რომელიც ადრე მუშაობდა და მართლა აჯერებდა ამ ადამიანებს ეგეთ რაღაცებს მართლა აღარ მუშაობს. ადამიანს რო ელაპარაკები ეს მაგათაც რაღაცა კომისია რო შექმნეს ჯერ რაღაც სამთავრობო რაღაცა და პარლამენტში ფერში მოირთეს პირდაპირ თვითონ მოირთეს აი მე ადამიანი ვერ ვნახე თუნდაც აი მაგათკენ გადახრილიც კი რომელმაც დაიჯერა რომ იქიდან შეიძლება რამე გამოვიდეს. განსხვავებით აი ივანიშვილმა ომს გადაგვარჩინა რომელსაც ყავს ადამიანები რომელსაც ჯერათ ამის რაღაცნაირად ჩემი აზრით შემოხვედრა და ვიცნობ მე ასეთ ადამიანებს რომ აი ამერიკას უნდა და ჩვენი ომში ჩართვა და ნუ ამერიკას მაინც უფრო და ივანიშვილმა რაღაცა ქნა მაინც ხელშეუხებელი არარაციონალური რაღაცა არის ხო და ფასების შემთხვევაში მე მგონი რომ ერთი ადამიანიც კი არ არის მართლაც რიგებში რომელიც გეტყვის რომ ეხლა დღეს საქართველოში უფრო იაფია უფრო კაია ცხოვრება. საბოლოო ჯამში ამას გეუბნებია რომ საქართველოში უფრო კაია ცხოვრება ვიდრე ევროპაში. კი ერთი გზავნილი ეგ არის, მეორე გზავნილი ის არის რომ თითქოს ყველაფერი, რა თითქოს ისი გაკეთება შეიძლება იყოს ყველაფერი გააკეთეს, ესენი არის საუკეთესო მთავრობა და ამაზე უკეთეს რეალობაში დღეს საქართველოს ვერ იქნებოდა. ეგ არის კიდე მეორე ისა. ანუ იმას კი არ ამბობენ რომ რაღაცა მაგრები ვარ და კარგები რაღაცა. აი რაღაცა სულ რაღაცა პრობლემები არის გარეთ, სულ ვიღაცები გარეთ რაღაცები ხდება, პლუს გარეთ ვიღაცები რაღაცებს გვიშლიან, პლუს რაღაცა შიდა მტრები ისა, მაგრამ აი ამათმა საუკეთესო გამოადნეს, რომ აი დღეს საქართველოს ეკონომიკა არის ამხელა, რომ სიგარები არის ესეთი, ეს არის მაქსიმუმად შეიძლება დაედო, არაფერი არ შეშეთ, ყველაფერი კარგად. რო ამის პარალელურად რა ვიცი, იჭერენ ღარიბაში, იჭერენ ლუარში, განახებენ რომ რაღაც მოპარული აქვს ფული რაღაცა, მაგრამ მიუხედავად მაგისა, აი სხვანაირად აქამდე უკეთესად აქამდე ვერ მოვიდოდნენ. ხო, უბრალოდ ალბათ ხალხმა სწორედ ის უნდა დაინახოს როგორ არის ის უკეთესი გზა. და ეს უნდა დაინახოს თქვენგან რაღაცნაირად ოპოზიციისგან ყველაზე და აი როგორ შეძლებს რომ ოპოზიცია რომ ერთ წელიწადში თქვა სიტუაცია იყოს უკეთესი. მოდი კიდევ ერთხელ ვთქვათ ეს. როგორ შეიძლება რომ 6 თვეში ერთ წელიწად ნახევარი სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდეს. რეჟიმის ცვლილების შემდეგ ამ ქვეყანას აქვს ყველანაირი შანსი რომ ერთი რომ რამდენიმე წელიწადში გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ეს მათ შორის ნიშნავს იმას რომ ჩვენს ქვეყანა მოექცევა ერთგვარ კალაპოტში და იქიდან ვეღარ ამოხდება აი თუნდაც რავი მართლა დავების გავსებით უნგრეთს მოდი ესე ვთქვათ მიუხედავად იმისა რომ მეც კონდეს რაღაცა პრობლემები და ევროკავშირის წევრი ქვეყნებსაც აქვს რაღაცა პრობლემები შიდა რაღაც კალაპოტში ვიქნებით და იმ კალაპოტიდან ვეღარ ამოხდებით ევროკავშირის წევრობა მათ შორის ნიშნავს რომ ჩვენ ბრაცებით ინტეგრირებული ვიქნებით ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარზე ბაზართან ამ სამყაროში სადაც ცხოვრობს დაახლოებით 9 მილიარდი ადამიანი რომელსაც აქვს ბევრი ფული რამაც ეძახიან მაღალ სყიდულიანობას რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება წარმოუდგენელი ბუსტი ჩვენ გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისა რომ კარგი და სწორი ეკონომიკური რეფორმების მათ შორის თუნდაც ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებითაც კი სწორი რეფორმების შემთხვევაში ეს ქვეყანა მე ხშირად მოყავს ხოლმე ესპანეთის მაგალითი დაახლოებით 10 წელიწადში 12 წელიწადში ეს ქვეყანა გახდეს ესპანეთისნაირი ქვეყანა ესპანეთისნაირი ქვეყანა ესპანეთში ბევრი ქართველია და იციან ესპანეთი როგორი ქვეყანაც არის, მაგრამ ესპანეთი არ არის მაგის ამას ყველაზე მდიდარი ქვეყანა ევროკავშირში. ესპანეთი არის დაახლოებით ორჯერ ღარიბი ვიდრე მაგალითად შვეიცარია, ხო? ანუ ეს იქაც განსხვავება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. მაგრამ ესპანეთს ყავს ბარსელონა და ესპანეთს ყავს მადრიდის რეალი. საქართველოს ფეხბურთი უყურდა და ესეთი მაგალითები უკვე ისმით ხოლმე. და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ეგეთი ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ყავდეს ეგეთი გუნდები, ეგეთი დონის ეკონომიკა შეიძლება გქონდეს. აი ჩვენ ვერ ვიქნებით რაღაცა ძალიან მდიდრები, ისეთი როგორც არის ირლანდია, როგორც არის შვეიცარია, ყველაზე მდიდარი ქვეყნები ევროპის შიგნით, მაგრამ შეგვიძლია ვიყოთ საკმაოდ შეძლებული ქვეყანა და ეს შეგვიძლია ძალიან სწრაფად მივახციოთ სწორი რეფორმების შემთხვევაში და ამ რეფორმებთან მიმართებაშიც ალიანსში მინიმუმ
ფაქტობრივად კონსენსუსი არსებობს. შეიძლება რაღაც საკითხები იყოს, რომელიც შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ აი რა რეფორმები არის გასატარებელი, გარდა იმას არ გულისხმობ, იქ ხო კონსენსუსი არის რაღაცა ქართული ქარტითაც იყო გათვალისწინებული მართლობა. პოლიტიკურ კომპონენტთან დაკავშირებით. მაგის მიღმა ვიძახი ეკონომიკურ რეფორმებთან მიმართებაშიც კი, როდესაც ახლა ბოლო დისკუსიები ქონდა კონკრეტულად ფასებზე, იქ ძალიან ახლად ჩანდა, რომ მაგ მიმართულებითაც კი ფაქტობრივად კონსენსუსი არსებობს. აი და ყველაფერი გაკეთებადია. რამდენიმე წელიწადში ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ჩვენ შვილებს ედო ჯიბეში პასპორტი, რომელიც ყველა კარს გაუღებს, კიდე სასწავლებად, კიდე სამუშაოდ, სადაც არ უნდა წავიდნენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში. მაგაზე კარგი პასპორტი არსებობს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტი, მაგაზე უკეთესი პასპორტი სხვა არ არის, ჩემი აზრით. და მეორე არის ის, რომ სწორი ეკონომიკური რეფორმების შემთხვევაში ამ ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ არა უბრალოდ სამშვიდობოს გავიგეთ, არამედ 10-12 წელიწადში ეს ქვეყანა იყოს კარგი ქვეყანა. კარგი ქვეყანა, საიდანაც ადამიანები აღარ გაიქცევიან. ხოშოს ახლა ბარსელონა და რეალი რო ახსენა, ფეხბურთთან კავშირში არ არის, მაგრამ საქართველოს რაგბის ნაკრების ნახევარი შემოდგენილობა თავის ადმინისტრაციით და ყველაფრით უსამარცხინო სკანდალში გაეხვა, დოპინგის სკანდალში და 10 წლით ჩამოერთვა საერთოდ ყველაფერი. მაგაზე რაღაცა მოიკლია და არის უბრალოდ. თან ხო ეგ ივანიშვილის სამფლობელო არის, მან ივანიშვილი ხარჯავს ფულს, რომ ქართული რაგბის დიდი მამაც არის ყველაფერი და ეს არის კლასიკა. აი კლასიკა. რუსული ამბავია, სუფთა რუსული ამბავია, რო ნახოთ, არ ვიცი შეიძლება თაყვი არ გიდონებია, მაგრამ შეიძლება დაგუგლო, ნახო რუსეთის დოპინგის სკანდალი. აი ერთ-ერთი იგივე ამბავი, იქაც მარტო ის კი არა, როგორც სპორტსმენი ინდივიდუალურად რაღაც აკეთებდა, არამედ თვითონ სახელმწიფო სისტემა და სპორტსმენები არიან ერთმანეთთან შეკრული, იმიტომ რომ აქაც ერთ-ერთი ადამიანი არის, ვინც პირიქით თვითონ ამოწევდეს დოპინგებზე ამბავს. კი, ექიმი იყო. ზუსტად იგივე ამბავი რუსეთში იყო, ზუსტად იგივე ამბავი, ერთ-ერთი ზოგადად მასშტაბი იყო ცხადია, იქ გაცილებით დიდი, იქ რაღაცა შარდის ჩანაცვლება ხდებოდა რაღაცა, მაგრამ აქაც იგივე ამბავია, ანუ ჩართული არიან სპორტსმენები და პლუს სახელმწიფოს მხრიდან ისინი ვინც მაკონტროლებენ უნდა იყვნენ, ისინი არიან მაგ სისტემის ნაწილი. ერთ-ერთი იგივე თავის სიცხული და თავის მოჭრით მართლა თელი მსოფლიოს მასშტაბით. კი რა თქმა უნდა. ზურა ბოლო კითხვა მინდა დაგისვა, ჩვენ ნახეთ გუშინ ახალი ამბავი, რომ საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ხარი დაუჭირა კრიტიკულ რეზოლუციას, რომლითაც მოუწოდა საფრანგეთის ხელისუფლებას, რომ ესე იგი დაუწესოს ინდივიდუალური სავიზო და ფინანსური საქციები ივანიშვილს და მის გარემოცვის წევრებს. ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა თან ამასთან ერთად. რა მნიშვნელობის არის ეს რეზოლუცია და ზოგადად ეს საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის ტემპი, რაც აშკარად უნდა რომ საკუთარ ამორჩეულს დაანახონ, უბრალოდ რაღაც მაგალითები ტემპიც არა ხო რაღაცა, რომ აი სადღაც გაარღვიეს. არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის, აი გუშინ ერთი მათი ხარდამჭერი ამ რეზოლუციის კომს ეს კი კარგია, მაგრამ აი ტრამპმა რო ჩაიხუტოს მე გულში რაშვრობით. ანუ მაინც იმედი აქვს, რომ სადღაც ტრამპი ევროპაზე გაბრაზებული ივანიშვილს ჩაიხუტებს. ანუ ამ რეალობის მიღება ეს ჩემთვის რისმანშებელი იყო, ის რომ ამ რეალობის მიღება, რომ ხო, ჩვენ არც ევროპელები და არც ამერიკელები არ გველაპარაკებიან და აქ არაფერი არ იქნება, მათი ამორჩევლისთვისაც რთულია მათ შორის. მე უხსნი ხოლმე მაგაზე საკმაოდ მარტივად იგებენ. აი მე მესმის შიშები რა, რომ ეშინიათ რომ რაღაცა ესენი არ დალაგდნენ, მაგრამ ჩემი კითხვა არის ხოლმე რომ აი მითხარით კონკრეტულ საკითხზე მითხარით რა იგულისხმება ამ დალაგებაში. აი ამერიკასთან დალაგებაში რა შეიძლება იგულისხმებოდეს. და არა ვერაფერს კონკრეტულს ვერ ამბობენ ხოლმე. სინამდვილეში ამერიკას თუ რამე ჭირდება ამათი ნებართვის გარეშე გააკეთებს. მარტივი რეალობაა. ამათ თავზე ახურავს ირანის ელჩი. 3 დღე ზედიზედ და იმის ერთი ადგილი აქვს, რომ პასუხი გასცენ ირანის ელჩს. არა თუ ტრამპს. ტრამპთან მიმართებაში როგორ არიან ცუციკები, ისედაც ხედავთ, ხო? ამ ამერიკას რაც ჭირდება, უკვე არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში ამერიკას გააკეთებს ნებისმიერ ამას, რაც დაჭირდება აქ თუ რამე ერთი ამბავი. მეორე ამბავი არის ის, რომ აი რაღაც აი ეკონომიკური კავშირები, დაკავშირებადობა, აზია. მაგაზე მე მილაპარაკია ამერიკელებთან ყველა რანგით, მათ შორის ბოლოს რო ჩამოსული დეპუტატთა სეკრეტარი, იმასთანაც ქონდა მაგაზე საუბარი. რა თქმა უნდა, მათთვის მნიშვნელოვანია, მათთვის ამას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რომ ეს საქართველოს იყოს მათ შორის დამაკავშირებელი აზია-ევროპის და აქ იყოს ეკონომიკური კავშირები, იქ არის რაღაცა აზიაში არის ძალიან ბევრი ესე ეგრეთ წოდებული rare earths და მინერალები და რაღაცა, რომელიც ამერიკისთვის არის საინტერესო და ასე შემდეგ. მაგრამ ბოლოდინი რა არის, რომ ამერიკა ჩამოვა როგორც სახელმწიფო და სახელმწიფო ააშენებს ანაკლიის სპორტს თუ სახელმწიფო რაღაც. ეხლა უნდა შემოვიდნენ კონკრეტული ამერიკული კომპანიები, რომელსაც უნდა ქონდეს ბიზნეს ინტერესები, რომელსაც მე ამაში მოგება უნდა ნახონ, რომელსაც უნდა ჩადონ აქ ფული, ჩადონ ძალიან დიდი ფული თან, ძალიან გრძელვადიანად და მე ამაში ეროდენ და ეს როგორ წარმოუდგენია ვინმეს რომ მოხდება, გარდა იმისა, თუ ამ ქვეყანაში იქნება კანონის უზენაესობა, თუ ამ ქვეყანაში იქნება თავისუფალი სასამართლო, თუ ამ ქვეყანაში იქნება კერძო საკუთრება დაცული. თუ ეს არ იქნება, ტრამპი დაავალებს რომელიმე ამერიკულ კომპანიას შედი ხა
საქართველოში დანაკლია აშენეო? აი მართლა როგორ წარმოვიდგინე? ეხო ზღაპარია, ვერ მოხდება ეგეთი რაღაც. ამიტომ სინამდვილეში ამერიკის ინტერესებში რჩება რომ ქვეყანა ისევ იყოს დემოკრატიული, აქ იყოს კანონის უზენაესობა, აქ იყოს კერძო საკუთრება მათ შორის დაცული, ეს არის მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი. ოღონდ რაც არის განსხვავება ამ ადმინისტრაცია წინა ადმინისტრაციას შორის არის ის, რომ ეხანდელი ადმინისტრაცია პროაქტიულად ეგეთ რაღაცებს ხელს აღარ უწყობს განსხვავებით წინა ადმინისტრაციებისგან. ანუ არ მოვა და არ ჩაერევა და არ დაიწყებს მაგის ფუშინგს, რომ რაღაცა გინდა თუ არა ესექენ გინდა თუ ისე უბრალოდ გეტყვის, რომ კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ტვირთები მოდიოდეს შუა აზიიდან და გქონდეს ღმაწოვანი პორტი და იქიდან ჩვენ გქონდეს საშუალება რაღაცები გავიტანოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკული კომპანიები შემოდიოდნენ აქ და რაღაც ბიზნესს აკეთებდნენ ისე როგორც აქ ისე შუა აზიაში. ოღონდ ამისთვის საჭიროა ეს გააკეთებთ შემოვლენ. არ გააკეთებთ და ტრამპი ყოს გინდა ნებისმიერ სხვა პრეზიდენტი არავინ არ დაავალებს. აი საფრანგეთის რომ თქვა ანაკლის აშენებას. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციის მნიშვნელობა კიდე სხვანაირია მგონი. კი, იმის გამო რომ ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე, ამას სხვა დატვირთვა აქვს, მაგის გაგრძელება თუ იქნება მათ შორის ის რომ საფრანგეთის პროკურატურამ ეუთოს ამ საგამოძიებო მექანიზმის დასკვნის საფუძველზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება კონკრეტულად ადამიანების წამების და ადამიანების მოწამვლის ფაქტებზე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში იქნება იდეალური. უბრალოდ არ ვიცი ამას რამდენ ხანში გაკეთებადა და რამდენ ხანში შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ თავისთავად ის რომ ეს რეზოლუცია მიიღეს, იზრდება იმის საფუძველზე, რომ განწყობილ პოლიტიკური არის ეგეთი. ამიტომ ნახოთ.